არა, ეს არა არის. ნუ კაი, რა ვქნა, რაც არის, ის არის მეგობრებო, რა ვქნა. რა ვქნა, რაც არის, ეს არის. უბრალოდ მეც მიჭირს ესე პატარა ეკრანზე ყურება მეც მიჭირს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნუ რა ვქნა. კარგით, არა უშავს, საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, გაიხარეთ. უი, არ ვიცი რატო იშლება. მაშინ სხვა შრიფტით დაწერეთ. ქართულად თუ წერთ, შეიძლება წაიშალოს. არ ვიცი რატო იშლება. შეიძლება ინტერნეტს უჭირს. TikTok-ი ჭედავს ზოგჯერ მასე მეგობრებო, მეც როდესაც სხვასთან ვარ აქტიური, მეც არ მაძლევს საშუალებას რომ კომენტარები დავწერო. მოკლედ ვნახოთ ახლა ჩვენი დღევანდელი თემა რაზე იქნება. აფშენი. ხო, რაღაც არის მეგობრებო, ნახეთ როგორი რა არის. ნახოთ, აბა საითკენ წაგვიყვანს. მოვიკითხე როგორ ხართ, წაიშალა. ხო, აი რა არის ჩვენი დღევანდელი თემა. აუ ერთი და იგივე არის ისევ. არ მინდა მეგობრებო, ისევ რაღაც წარსული საჯარო ლაივია. ისე წარსული საჯარო ლაივია. მოდი თუ გექნებათ სურვილი, როგორი იქნება აგვისტოს თვე, ჩავწეროთ ესეთი ლაივი. თუ გაქვთ ამის სურვილი, დამიწერეთ და ჩავწეროთ, როგორი იქნება აგვისტოს თვე, რა შემოვა აგვისტოში. მე მგონი კარგი იქნება, ხო? ხო, ეს თვე როგორი იქნება, არ ჩამიწერია მე ეს თემა. ყველა თვეზე მაქვს ჩაწერილი დღემდე და მოდი დღეს გავაკეთოთ აგვისტოს თვე. აი ვერ მოვიხერხე ვერანაირად, სხვანაირად და მოდი გავაკეთოთ აგვისტოს თვე. აგვისტოს თვე. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება აგვისტოს თვე. რა შემოვა აგვისტოში? არა, სექტემბერი არ გვინდა. სექტემბერზე მე ცალკე გავაკეთებ. ხო. თუ გინდათ თქვენ დრო დაუთქვით თქვენ თვითონვე. ნუ ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია. თუ თქვენ გსურთ, თქვენ თვითონვე დაუთქვით დრო მეგობრებო. მე ჩავწერ აგვისტოს თვეს და სექტემბერში ჩავწეროთ. მოდი ვნახოთ ახლა აგვისტოს თვე როგორი იქნება ჩვენთვის. თან ეს შემოდგომის კარტია. ნუ ჯერ შემოდგომა არ გვაქვს, მაგრამ მაინც. სალამი, აგვისტოს თვე. ბატონო, როგორ მიყვარს. კახაბერ, დღეს შენ დროზე ხარ. აგვისტოს თვე როგორი იქნება მეგობრებო და სიხარულის, სიყვარულის, გაკვირვების, ბედნიერების, აი სრულყოფილების. დიდი ბოდიში, მაგრამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. მეგობრებო, აი ყოველთვის ერთი და იგივეს ვიმეორებ. აი როგორი თვე გვექნება. აგვისტოს თვე იქნება სასწაულების. ძალიანაც მიხარია. სიხარულის, სიყვარულის, გაკვირვების და სასწაულების. აი სავერშენსტვა. ხო. სრულყოფილების. კიდევ უასწარი. ვის მოვასწრო? კახაბერს ეუბნები მორიელ. ხო, გუშინ დააგვიანა. ის მოიცადე რას უძახიან მაგას? შატალოზე იყო წუხელის. როგორი იქნება აგვისტოს თვე მეგობრებო? ხო, ეს რა თქმა უნდა, ესაა ჩვენი დღევანდელი თემის სათაური. ეხლა როგორ დავმალავ, კაცო, ამას ვერ დავმალავ, ხო არ გადაობთ, ამას ვერ დავმალავ. აი ჩვენი სანთელიც კიდევ როგორ
როგორ მოიცადეთ ერთი წუთით. ხო, ძალიან ციმციმებს და არ მაწყობს. მოკლედ გამოვთე ვენტილატორი რო იტყვიან. ხო, ეხლა მეგობრებო გავაგრძელოთ. ნახეთ რა ხდება აქ. როგორი იქნება აგვისტოს თვე? აგვისტოს თვეში რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ძალიან ბევრ ჭორებში იმოძრავებთ. ანუ თქვენ იქნებით განხილვის თემა ადამიანების. და ეს ხო იცით რას ნიშნავს? ანუ ძალიან პრესტიჟული გახდებით. ძალიან წინა პლანზე წამოხვალთ. კი, ეს მოგცემთ კიდევ აგვისტოს თვე მოგცემთ იმის საშუალებას, რომ აი ხო გეუბნებით, რაღაც ძალას მოგცემთ, რაღაც შესაძლებლობებს მოგცემთ, რაღაც რესურსებს დაიბრუნებთ. კი, ენერგიას აბა რა ვარსკვლავი იქნები, ანა მარია, აბა რა. ხო, ნახე სამართლიანობა იზეიმებს რო იტყვიან აგვისტოს თვეში. მეგობრებო, ეს ჩემი თვეა, ჩემი. ხო, კიდევ მეგობრებო, ნახეთ, აქ იქნება ნელი ნაბიჯებით მოჩქარეს მოუგვიანდესო, ასე იქნება, მაგრამ უყურეთ, ნელი ნაბიჯებით მაინც უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. სამართლიანობისკენ შეიცვლება ყველაფერი აგვისტოში. გაიხარეთ. ხო, უყურეთ მეგობრებო, კარტი გაფრთხილებთ, რაიმე სისულელები არ ჩაიდინოთ. სისულელეებში მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ შედის აჩქარებული ნაბიჯები, რაღაც დაუფიქრებელი ნაბიჯები. ესეთი რამეები არ გააკეთოთ. კარტი გაფრთხილებთ. არა. ანუ გაფრთხილებთ კარტი კი, რომ ესეთი რამეები არ გააკეთოთ. კიდევ გექნებათ ძალიან ბევრი მოლაპარაკებები, ღმერთო, რა გავაკეთო? რა უყო ამ ყველაფერს? როგორც სუდად ანათებს. სად წავიდე ხომ არ მეტყვით მეგობრებო? არ მინდა ასე როა. ესე მე მგონი ესე უფრო ჩანს, მაგრამ ჩემი ჯადოქარი არ ჩანს. ასე. ხო. შემოვა ძალიან ბევრი მოლაპარაკებები, აწარმოებთ ძალიან ბევრ მოლაპარაკებას. ვინ რა საქმიანობაში მეგობრებო, რა საქმითაც ხართ დაკავებული იმ საქმიანობაში. თქვენ რაშიც გსურთ იმ საქმიანობაში. ნახეთ, ქვემოდან რა კარტია, ეს შეეხება კიდევ ურთიერთობასაც. კი, აგვისტოში დაიწყება თქვენი მოლაპარაკებები, თქვენი ურთიერთგაგება. რაც ნიშნავს ამას. ამას. აგვისტოდან ჩაიყრება საფუძველი ამ ყველაფერს მეგობრებო. ხო. კიდევ რა, მეგობრებო, გაუმჯობესება არ მომწონს კაცო. რაღაც მეგობრებო ვერ მოვრიგდი, რა ხდება? ხო, ეს იქნება გაუმჯობესება ურთიერთობის. თქვენი პარტნიორი ბევრ თქვენთაგანთან გამოიქცევა თქვენთან. გამოიქცევა რო იტყვიან. მოგიახლოვდებათ. ესე ჩაგეხუტებათ. ესე ჩაგიკრავთ გულში რო იტყვიან. ხო, ესე სიყვარულს იგრძნობთ მისგან. აქ ტყუილად ეს არ არის. სრულყოფილებას იგრძნობთ. გაკვირვებას იგრძნობთ, გაგიკვირდებათ. ეხლა აგვისტოა როგორ არ შეიყვარებ კახაბერ. შენ მეორე აგვისტომდე არ შეიყვარო. ხა, სასწაული ადამიანი ხარ გეტყობა. ხა. მეგობრებო, რაც შეიძლება ბევრი ფანტაზიები, რაღაც იოცნებეთ, რაღაც ეძებეთ ახალი, რა იქნება უყურე, ხო? ძალიან ბევრს ფანტაზიებში წახვალთ. თლათაცეც არ იქნება, ცოტა ეშმაკის კარტია ეს, ხო, მაგრამ ცოტა შეგიძლიათ, მაგრამ არ გადაამეტოთ. თუმცა აქ პარტნიორი ძალიან გაგაკვირვებთ მეგობრებო. კი, ძალიან ეცდება თქვენი პარტნიორი, რომ მართლაც გაგაკვირვოთ, კი. უბრალოდ ძალიან ბევრი არ იფრინოთ ილუზიებში. ეს ცუდი გაგებით არ გეუბნებით მეგობრებო. ეხლა ძალიან ახტაცებითაც გაანებივრებთ ამ ყველაფრისთვის თქვენს პარტნიორს რო იტყვიან. გაფრთხილებათ მიიღეთ ეს. თლათ ესეც არ გაანებივროთ თქვენი გაუცებებისთვის. კეთილინებოს და უფრო მეტი მოითხოვეთ ისგან. მამამია. ხო, ანა მარია. ოღონდ სიმღერით არ დაამღერო ეხლა მამამია ეს. ხო, ძალიან ბევრს იფიქრებთ რაღაცას, ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ ძალიან ბევრს იფიქრებთ. დაუშვათ და პარტნიორის ამბავში და გაგებაში.
ფანტაზიორობაში და პარტნიორის ამბავში და გაგებაში, საძმოში და სამეგობროში. ძალიან ბევრს იფიქრებთ, მეგობრებო. თქვენ გექნებათ იმის დრო, რომ იფიქროთ ამ ყველაფერზე. დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე, ხა. დაფიქრდეთ, იმიტომ გეუბნებათ აქ კარტი, აი ეს კატის კარტი, კატა ცოტა ეშმაკია. ამიტომ ხო, თლათ ესეთ არ გააზვიადოთ თქვენი პარტნიორის, კი, შეიძლება მანა ესე მოიქცეს, მაგრამ თქვენ თლათ კვერი არ დაუკრათ ამ ყველაფერს. ხო, ანუ ხვდებით ხო, რასაც ვამბობ. კი, თვითონ გააკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ ეხლა თლათ ამის გამოც ცაში არ აატყორცნოთ და ისე არ გაიქნიოთ, რომ აფრენილი დარჩეს და დაიკარგოს სამალიოტიდან განმოგდებული მრავალ წერტილით. მე აღარ შევიძლია, მეგობრებო. ხო. მასე ქენი კახაბერ. მასე ქენი კახაბერ. მე მეცინება მაპატია შეიძლება არ უნდა მეცინებოდეს, მაგრამ კუკუნა მეცინება, გამეცინა. დასაკარგია და დაიკარგოს უნდა. კიდევ კარგი რო დაიკარგა. ხა. კარგით მეგობრებო. კიდევ რა იქნება კიდევ აგვისტოში? როგორ იქნება აგვისტოს თვე? აი ეს ტყულა არ არის აქ, გაკვირვებებით იქნებით სავსე. დადებითითაც და გასაკვირვებელი გაკვირვებითაც მეგობრებო. გაოცებითაც იფიქრებთ. ძალიან ბევრს ძალიან გაოცდებით და ამ გაოცებიდან ფიქრს დაიწყებთ. რა ხდება? ამას იტყვით მეგობრებო. კაცო დაფიქრდებით რა ხდება? მშვიდობაა? ასე იტყვით. ხო, კარგი დასაწყისია კი. საბედნიეროდ კარგი დასაწყისია. ხო, უკვე მეცინება, დასასრულზე უკვე მეცინება, წარმომიდგენია. ხო, ძალიან ბევრ ავანტიურაში ჩაებმებით. აი რაღაც გამბედავად ჩაებმებით, ჩაერთვებით ამ თამაშში მეგობრებო. აი ეს კარტი ჩემთვის თითქოს თამაშიც არის, გართობაც არის. აი თქვენ ამ ყველაფერში ჩართვაზე იფიქრებთ. თვითფრინავი და სამალიოტი და გაფრენა ვახსენეთ წეღან და აჰა მეგობრებო. აქვეა ესეც. ხა, ძალიან ფრთები არ გააშლევინოთ ეხა თქვენს პარტნიორს და ამ ბუშტით არ გაქრეს სადმე და არაუფეთქდეს ეს ბუშტი მეგობრებო. გეუბნებით ძალიან არ აატყორცნოთ ჰაერში. სასწაულითვია აგვისტო. ჩემთან ერთად მეგობრებო, როგორც მე ვარ სასწაული, ისეა, ანუ როგორც აგვისტოა, ისეთ სასწაული ვარ მეც. ხო, დროის ათვლა ჩათვლილია, დაწყებულია მეგობრებო. ნახეთ, ამ სასწაულების დრო უკვე ჩართულია. ხო. კი, ჩემო კარგო, უნდა იცინო, აბა რა, სატირლად ჩემტერს კონდეს საქმე. რა თქმა უნდა, ზოგი ჭირი მარგებელიაო, კი, გეთანხმები. გაფრინდა მისით. უნდა დაამღერო, გაფრინდი, ამ ბულში აღარ გაქვს ადგილიო. ხო. ოღონ სიმღერი, ციცილით უნდა დაამღერო. აბა რა. დროის ათვლა ჩართულია მეგობრებო, როგორ ვხალისობ თქვენთან ერთად მეც, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. ვაიმე, ვინმე სასწავლით დასაკლებს, მეც მასწავლეთ რა, მეც მინდა. უფ, რა მაგარი ადამიანი იქნები, შენ სიმღერას თუ ჩაწერე, გამოუშვი ერთი. სიყვარულის ფერი უნდა მივიღო აგვისტოში. გეიხარე ძამა. ამ კარტებს მეგობრებო, აქვე დავაწყობ ახლოს, რომ დამჭირდეს აი რაღაცაზე მისაბაძი მაგალითად. მოკლედ, საღამო მშვიდობის ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ, უღრმესი მადლობა ყველას ჩემთან ყოფნისთვის. აი ერთად მეგობრებო, ხო ხედავთ, ერთად ყოფნა რა მაგარია. ოფ, არა, ამას წაქცევის უფლებას არ მივცემ. ესე უნდა იყოს აქ. ერთად ყოფნა რა მაგარია მეგობრებო, ხო ხედავთ.
აი ესია, კი, ჩემო ძვირფასებო. აგვისტოს თვე. აგვისტოს თვე. რას მოგვიტანს კიდევ? საცოდავი მისი დღეი მეგობრებო. საცოდავი მისი დღე მეგობრებო. პარტნიორის დღე თორე. ხა. მოდი გადავაბრუნებ ამ კარტს. ოდნავ ცოტას მაინც გადავაბრუნებ. ყველას არა, მაგრამ ცოტას, რომ საინტერესო იყოს უბრალოდ გაშლა. უშაქრო. ვიღაცამ წერს, ეხა ვინ წერს? ვერავის ვერ ვუპასუხებ. ეხლა ამის დრო სად მაქვს? ეხლა არ მაქვს ამის დრო, ჩემო კარგო. ვინც მწერ, ჩემო კარგო, არ მაქვს ამის დრო. ასლოკინებს არა, პარტნიორი არაა სხვათა შორის. რომ იყოს აუცილებლად გეტყვით, მეგობრებო, არ დავმალავ და მაგ დასამარი. არაფერი არ დამიშავებია ნამდვილად. არაფერი არ მაქვს დასამალი. ხა. მოკლედ, ეხლა მაინტერესებს მე, როგორი ადამიანები მიყურებთ. სამართლიანები რო ხართ, ვიცი, მაგრამ ხო, გაიხარეთ. როგორი ადამიანები მიყურებთ ეხლა? ოხ, ძალიან მშრომელები, ძალიან გულწრფელები, თავმდაბლები. ადამიანს, რომლებსაც შეუძლია ბალანსში ყოფნა. ძალიან ადრე ითვისებთ რთულ სიტუაციას და პოულობთ ბალანსს ამ სიტუაციაში თქვენ ყოველთვის პოულობთ ბალანსს. რანაირი რთული პერიოდიც არ უნდა გქონდეთ, თქვენ ბალანსს ყოველთვის ნახულობთ მეგობრებო. კიდევ კი, და ამ ყველაფერს მოულოდნელად აკეთებთ. კი, გამოდიხართ მოკლედ. ძალიან ბევრი თქვენთაგანი, აი მე არ მაქვს ადგილი და რა გავაკეთო? ადგილი არ მაქვს მეგობრებო. კახაბერ მადროვე ეხლა. ვერ ვკითხულობ SMS-ებს მეგობრებო, არა და ძალიან მაინტერესებს ვინ რას წერთ. ხო, ნახეთ, როგორი ადამიანები მიყურებთ. ბევრმა თქვენთაგანმა რაღაც შანსი დაკარგა, რაღაც შანსი არ გამოიყენა, სათავისოდ თორე განაურთიერთობაზე ვსაუბრობ. რაღაცაზე ძალიან გულნატკენები ხართ, რაღაც არასწორად წავიდა თქვენი საქმე და ამაში თქვენ საკუთარ თავს ადანაშაულებთ მეგობრებო, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ, არასწორად მოიქეცით. ზოგმა არასწორი არჩევანი გააკეთეთ, ანუ საპირისპიროდ მოიქეცით, იმის და მიუხედავად რა სურვილებიც გქონდათ თქვენ კიდევ. კი, ბევრი თქვენთაგანი კიდევ ემალებით რაღაც სიტუაციას, გარემოებას, ადამიანებს, ანუ თითქოს არ გსურთ ზოგადად კომუნიკაცია თუ რაღაც არ გსურთ, აი მარტო ყოფნა გინდათ მეგობრებო. კი, აი ეხლა ის პერიოდი გაქვთ, რომ აი თქვენთვის გინდათ ყოფნა. აი ეს სიჩუმე გინდათ. არ ეხლა ხართ იცით როგორ პერიოდში, აი სტაგნაცია გაქვთ და თქვენ გინდათ საკუთარ თავთან ყოფნა მეგობრებო. კი, რაღაც აი ამ ტკივილიდან, ამ დეპრესიიდან, აი ამ ყველაფერთან გინდათ ყოფნათ, რომ აი თქვენ თვითონვე თქვენს ნაჭუჭში რაღაცნაირად ჩაიკეტოთ, რაღაცნაირად ძალა მოიკრიბოთ და მერე აი ესე უცებ გამოანათოთ. ხო. კი, ამ ყველაფერზე ფიქრობთ, ამ ყველაფრის შიში გაქვთ, მაგრამ მაინც გინდათ, რომ კი ეს ყველაფერი გადალახოთ. კიდევ როგორი ადამიანები მიყურებთ. ძალიან ძლიერები ხართ მეგობრებო. ბევრს ღამე გიყვართ, ღამე არ გძინავთ. კიდევ ძალიან ოჯახის ერთგულები. გიყვართ ხავი და ბარაკა, ოჯახის სიძლიერე გიყვართ, ოჯახის დაცულობა გიყვართ. მატერიალურად ფეხზე დგომა ეხა ვის არ უყვარს, ამას ახლა ეს ეხლა ყველას უყვარს. ხო. ამიტომ კი, აი ყველაფერი გიყვართ, რაც ოჯახთან არის დაკავშირებული, კი. მარტო ზოგადად მეც მიყვარს მარტოობა და თავისუფლად ყოფნა მეც მიყვარს მეგობრებო სხვათა შორის და იცით რა მარტო ზოგ პერიოდში შეიძლება მარტოდ იყო, მაგრამ ეს მარტოობას არ დავარქმევ. ეს არის უფრო თავისუფლება და ამ თავისუფლებაში და ამ განმარტოებაში ძალიან ბევრ რაღაცას აცნობიერებ ადამიანი მეგობრებო. ეს ცუდი არ არის.
ეს სათქმენი თავისოთ უკეთესია. ანუ თქვენი უკეთესად ყოფნისთვის არის უკეთესი. ეს თქვენ ძალიან დიდ ძალას მოგცემთ, უკეთესობისკენ წაგწევთ. კი. თავისუფლება და მარტოობა, რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ხო, თუნდაც მარტოობა დაარქვით, თუნდაც თავისუფლება, რა ვიცი, ვის როგორც გაწყობდეთ, ისე დაარქვით. ხო. აი თქვენი სტაბილურობა, აი ამ განმარტოვებაში, ამ თავისუფლებაში, თქვენ ხართ თქვენს სტაბილურობაში, მეგობრებო, თქვენს ბალანსში ხართ, თქვენ ხვავი და ბარაკა გაქვთ, თქვენივე ყველანაირად დაცულები ხართ, მეგობრებო. ამის თქმა მინდა. კიდევ როგორები ხართ. თუმცა ძალიან დიდი დანაკარგის განცდა გაქვთ. ეს დანაკარგი შეიძლება იყოს ყველაფერი. ეხლა არ დავკონკრეტდები, კი. ძალიან ნერვიულობთ. თითქოს გადაწყვეტილების მიღებაზეც ძალიან გიჭირთ. მე ქართული საუბარი უკვე მიჭირს, მეგობრებო. გაურკვევლობაში ხართ, იმიტომ უყურეთ, ეხლა თქვენი პრობლემა რა არის, მეგობრებო? აი თქვენი ენერგიები რა არის? ბევრი თქვენთაგანი ეხლა ერთ წრეზე დადის უბრალოდ. ეს ერთი. თუმცა ეს ერთ წრეზე სიარულით თქვენ თითქოს და აი იმ წერტილამდე მიგიყვანთ, რომ თქვენ თვითონვე მიხვდებით, რომ თქვენ თვითონვე გამოიტანთ დასკვნას იმაში, რომ აი ესე აღარ გაწყობთ უკვე, ეს თქვენ უკვე აღარ გინდათ. ეს ერთი. ხო, კიდევ მეორე ის არის, რომ ეს არის რამდენადაც გაურკვეველი სურათია, აქ ხედავთ, ხო, სახე არ ჩანს, არაფერი არ ჩანს, ნიღბით მიდის ადამიანი, გაურკვევლად მიდის სადღაც. სად მიდის მანც არ იცის, მაგრამ ნუ გაურკვევლად მიდის, კი, აგძელებს გზას, მაგრამ სად მიდის არ იცის. ანუ ესე ხართ ეხლა, მიდიხართ, მაგრამ სად მიდიხართ არ იცით. რას გზას დაადგეთ არ იცით, რას გადაიყრებით არ იცით, მაგრამ მიდიხართ. თუმცა ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანები მიყურებთ, კი. ძალიან, აი რა ვქნა, მეგობრებო, აი კიდევ ეს ერთს გეტყვით იმას, რომ მიდიხართ იქეთკენ, რომ აი თითქოს და პასუხისმგებლობას აიღებთ ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენს ცხოვრებაზე, მოდი ასე ვიტყვი. ბევრი თქვენთაგანი საკუთარ თავს შეიყვარებს ჯერ და აი ეს მიიყვანს ზუსტად ამ სიტუაციამდე. სათხარ ასეთ ადგილზე მორიელი რო შეგცილდა ძამა. ხო. ყველანაირი ხერხის გამოყენება გიწევთ თქვენი მიზნების მისაღწევად, მეგობრებო. მორიელა, შენზეა ნათქვამი. ხა. თუ გცივა, ახლა შენი მიზანია რომ ჩართო გამათბობელი. აბატონო. ყველანაირი ხერხის გამოყენება. ხა. კიდევ რა. ღმერთო. მოკლედ მეგობრებო, კიდევ 2-3 კარტი და როგორი ადამიანები მიყურებთ. ძალიან რთული გზა გავლილი გაქვთ. ძალიან რთული გზა გაქვთ გავლილი. ესეთი ადამიანები მიყურებთ. კი, თქვენი ცხოვრებისეული გზა იყო ძალიან რთული. ძალიან ბევრი პრობლემებით, სირთულეებით, ემოციებით და დიდი სტრესით და ძალიან ბევრი მცდელობებით, რომ აი ეს ყველაფერი გადაგელახათ. აი რუსულად კარგად ითქმის ეს ყველაფერი. მედნიე ტრუპი, თუ რაღაც ესეა, მე მგონი, ხო? ხო, რაღაც ესეა, ძალიან კარგად ითქმის უბრალოდ. ანუ ერთი სიტყვით ჯოჯოხეთი. ხო, აი ეს გაქვთ გავლილი. ჯოჯოხეთი გაქვთ გავლილები, ჩემო მეგობრებო, თუმცა სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებთ. ანუ უყურეთ, თქვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯიდან ეს არის კიდევ წინასწარ მეტყველების კარტი. ხო, თქვენ ძალიან კარგად იცოდით თქვენს ნაბიჯს რა მოყვებოდა. ანუ ეს ნაბიჯი რას ნიშნავს, ახლა აგიხსნით. სხვისკენ გადადგმული დახმარება, აი სხვისთვის რო ცხოვრობდით. თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რომ აი სადღაც მაინც აშავებდით, მაგრამ მაინც აკეთებდით ამ სიკეთეს, მეგობრებო. ხო, თქვენივე სიკეთით დაიტანჯეთ. თქვენივე გაღებული თითოეული სიკეთით დაიტანჯეთ, მეგობრებო. მეტი არაფერი.
აი ამის თქმა მინდოდა. აი თქვენივე გადადგმული ადამიანებისკენ დახმარებამ, ქველმოქმედებამ რო იტყვიან ყველანაირი მიმართულებით. აი ამ ყველაფერმა მოგიტანათ ეს ზუსტად. ჯოჯოხეთური გზა, ყველანაირი სირთულე გაგარონიათ, ხრელი, ცეცხლი, ქარიშხალი, აი ქარბორბალა, აი ტრუბები, არ ვიცი რა ქვია, რა დავარქვა, გვირაბები, ყველაფერი გაიარეთ, გამოიარეთ თქვენ. და უყურეთ ახლა სადამდე მიდიხართ აგვისტოს თვეში. ბოლოს სიტყვა არის გამარჯვება. მეც ასევე ლელა, მეც ასევე ჩემო კარგო. მეც ასევე. მეც ასევე. ადამიანი, რომელს სახელსაც ხამე ვაბოდებდი, აი ზუსტად იმან მიქნა, რაც მიქნა. კი. თან ისეთ დროს ლელა რო აი არ მინდა ყველაფერი ვისაუბრო. კახაბერ, აგერ ახლა გადახედე აქ ნახეთ ზევით 17 მაყურებელი როა, 17 კახაბერ. დაკლიკე აქ და გადახედე, აბა ვინც მოგეწონება. იქნებ შენი ბედია აქ კახაბერ. ხო, მეგობრებო, მოკლედ ასე იყო თქვენი საქმე. ასეთ ენერგიებში ხართ მეგობრებო და ასე იყავით ყოველთვის. ეხლაც ასე ხართ. ხო, ამ ენერგიებში ხართ ეხლაც. ხო. რა თქმა უნდა. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენია. აი რა სასიამოვნოა, როდესაც ესე უყურებ კომენტარებს. მე ვხალისობ მეგობრებო თქვენთან ერთად გეფიცებით. აი გავადიდე უკვე წარწერები. ვარ ვიწვალო. ხელის მომკიდე გვინდაო. არაუშავს მორიელ გადაგივლის. მომბაძე მე. მორიელ გადაგივლის გარწმუნებ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგია თქვენთან ერთად ყოფნა. ოღონ მართლა. ოღონ მართლა. მეც ისეთ ადამიანთან მუშაობ მეგობრებო, რომ ლამიც მეც გავაფრინო. ამიტომ რომ ყველა ღამე ცოცხი არ ჩანს, როგორ არ ჩანს აქვეა. აგერა. აბატონო, მე ამ გულს გავაჩოჩებ. და ამ ცოცხს დავდებ აქ. ერთი წუთით მეგობრებო. აი ეს ასე დავდოთ. ეს კარტი აქეთ, ასტრაბარათი აქეთ გამოვწიოთ. ეს აქეთ დავდოთ. სანთელი უნდა ჩანდეს და აი ჩვენი ცოცხიც აქ არის. აი მე როგორ მინდა ამას რამე მოუხერხო მეგობრებო. აი, ოღონ ეს კარტი არ ჩამივარდეს. ვერ მოუძებნი ადგილი. აი ხო ხედავთ რა მჭირს. არა, აი. აჰა. გუში კარგად იყო და დღეს მეგობრებო რა სჭირს. აბატონო. აბა როგორ ჩანს ახლა? გაიხარეთ ანა მარია. ყველას უღმესი მადლობა მეგობრებო. აი ხო ხედავთ რა მჭირს, მეც ისეთი დაბნეული ვარ, რომ აი მეგობრებო, ადგილი ვერ მოუძებნე. ვერც კარტს და ვერც ვერაფერს. ძალიან ცუდი, ძალიან პატარა ტერიტორია მაქვს, რო იტყვიან. მოვიდა უკვე 5 გოგო პირადში დაემთხვა. რას ლაპარაკობ? დაჟე 5? რას მეუბნები? გულზე არ დაგადგეს რომელიმე? კახაბერ. წყალი გააქვს ახლოს ცივი? კახაბერ. კახაბერ, წყალი თუ გაქვს ახლოს? მორიელი, თავშე მოუძახე ძამა.
ძამა თავ შემოუძახე, აგერაა ცოცხიც. გაგანახეთ. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, დავიწყოთ ახლა. დავიწყოთ აგვისტოს თვე. როგორი იქნება აგვისტოს თვე ჩვენთვის? რა სასიკეთოდ რა სიკეთეს შემოგვიტანს, რა სასიკეთო ამბები შემოვა ჩვენ ცხოვრებაში, რა შემოვა ყველაფერი სიკეთისთვის. მეგობრებო და ვნახოთ აბა რა არის ის სიკეთე, რაც შემოვა ჩვენ ცხოვრებაში. რა არის ის? რა არის მეგობრებო? რა არის ის? ხო, ნახეთ, ვაიმე რა ვქნა, რა გავაკეთო, მერთო, რა გავაკეთო. ხო, რა არის მეგობრებო, ძალა რო არ გაქვთ. აი ძალის უქონლობა რო გაქვთ, ნახეთ? ფეხზე დადგებით, არის ნერვიულოდ. ეს თვე არის თქვენთვის ცვლილებების თვე, მეგობრებო. კი, ნუ ეხლა რა ვქნა? ნუ რა ვქნა ეხლა? ამას რა უყო? აი ხომ არ მეტყვით ეხლა ამას რა უყო და ეხლა მე თქვენ მითხარით მეგობრებო. ეხლა სხვაობა მითხარით, განსხვავება მითხარით ეხლა თუ ხედავთ აქ რაიმე განსხვავებას. მეგობრებო. მეგობრებო, განსხვავებას ხედავთ აქ? ხედავთ ჩემო ძვირფასებო? არა, რატო არა? ეს ახლა იმპერატორი ქალი და თასების პაჟი ახლა მეგობრებო ცოტა არ იყოს და უცნაურია, მაგრამ ნუ რა ვქნათ? ხო, ნუ რა ვქნათ ახლა? ეს არის ასაკით პატარა ადამიანი. გაგაკვირვებთ. ეხლა არ დამიწეროთ აქ ეს ძველია თუ ახალი. მე არ ვიცი ახლა აქ არ ვეძებ ძველს და ახალს. დღეს არ გვაქვს ძველზე და ახალზე გართულება. ხა. მეგობრებო. ეს ის ადამიანია, მეგობრებო. ეხლა მომიტევეთ, მაგრამ ასე ვიტყვი. ეს ის ადამიანია, მეგობრებო. ახალი ჯობია, მაგრამ მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია გამოდის. არა, მეგობრებო, ხუმრობა იქეთ იყოს, არა. გადაობ, ხუმრობ. მოკლედ, გაგაკვირვებთ ადამიანი გაგაკვირვებთ მეგობრებო, კი, ძალიან გაგაკვირვებთ. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, ან რაღაც ამბავს გაიგებთ ადამიანზე, ანუ რა ვთქვა, რაღაც კარგ ამბავს გაიგებთ. რაღაც ამბავს გაიგებთ. ვერ დავალაგე აზრი, მეგობრებო. რაღაც ამბავს გაიგებთ. იმ ამბავს გაიგებთ, ხო, აქ რო შემოდის ადამიანი ეს სხვა. თქვენ ცხოვრებაში რაღაც ამბავს გაიგებთ, უახლოეს მომავალში ამ თვეში გაიგებთ ამბავს, რაც ძალიან გაინტერესებდათ მეგობრებო. ეს ის ამბავია, რაზეც ძალიან დიდი გაურკვევლობა გქონდათ. რაც ძალიან ეჭვს გვრიდათ. ხო, აი რაღაცას გაიგებთ. ოღონდ სასიხარულო ამბავს გაიგებთ მეგობრებო. როგორი იქნება აგვისტოს თვე? ხო, როგორი იქნება აგვისტოს თვე? უყურეთ ახლა რა ამბავს გაიგებთ მეგობრებო, რასაც კი, შეიძლება ბევრს გაგიხარდეთ ახლა. ახლა მართლა შეიძლება ბევრს გაგიხარდეთ. უბრალოდ თქვენ იგრძნობთ იმას, რომ აი სამყარო სამართლიანია. მეტი არაფერი მეგობრებო, თორე ახლა ადამიანის ცუდი ვისუხარია ხო. უყურეთ ახლა რა ხდება აქ. ის ადამიანი, ვინც გაურკვევლობაში გამყოფათ. მოდი ახლა ასე ვიტყვი. ის ადამიანი, ვინც გაურკვევლობაში გამყოფათ. ვისთანაც გააქვთ ძალიან რაღაც გულის ტკენა. ვისგანაც ძალიან ცუდად, ანუ ვისთანაც გქონდათ რაღაც პრობლემები და დაპირისპირებები. ხო, ნუ გულის ტკივილი, გულის ტკენა, შეიძლება აქ იყო ღალატიც. ეხა ვისთან როგორ, ვის რა სიტუაცია გაქვთ მეგობრებო. ხო, ადამიანი გაიგებთ იმას, რომ ეს ადამიანი, ვინც თქვენგან წავიდა, ძალიან დიდ ფანტაზიებში და ილუზიებში იმყოფება ეს ერთი და ძალიან ანუ მისმა ტყუილებმა, მისმა ესეთმა საქციელმა თქვენს მიმართ, მას რაღაც დაუბრუნა უკან რო იტყვიან.
ხო, თითქოს რაღაც დაუბრუნდა უკან. მოდი ესე ვიტყოდი, ბუმერანგის სახით თითქოს რაღაც დაუბრუნდა ამ ადამიანს, მეგობრებო. ხო. კიდევ რას გაიგებთ აგვისტოში? როგორ იქნება აგვისტოს თვე? ნგრევა და ახალი დასაწყისი, კოშკი, მეგობრებო. კოშკი, მეგობრებო, ეს იქნება უეცარი ცვლილებები. კარგისკენ, უეცარი ცვლილებები კარგისკენ, ცუდის დასასრული და კარგის დასაწყისი. კიდევ როგორ იქნება? კი, ეს თქვენთვის გაურკვეველი, ეს თქვენთვის გაუგებარი, ეს თქვენ არ იცით, მეგობრებო. ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. ეს თქვენ არ იცით. ეს თქვენთვის ჯერ დამალულია. კიდევ. ხო, დამალულია ის თქვენთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის მამაკაცებო. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ქალბატონი სტაბილურად. ადამიანი, რომელიც იქნება სტაბილურად თქვენ ცხოვრებაში. ხო. უეცრად, მოულოდნელად. კიდევ რა შემოდის აგვისტოში? თქვენ იგრძნობთ რაღაც სტაბილურობას. კი, ეს არის სამყაროს, ნახეთ, სამყაროს. ეს არის სამყაროს ჩარევით. ეს არის სამყაროს ჩარევით. მეგობრებო. მეგობრებო. აი რა გავაკეთო? გინ დაიჯერეთ და გინ არა. ხო. გინ დაიჯერეთ და გინ არა. თქვენ ცხოვრებაში ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხლა. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც იქნება სტაბილური და რომელთანაც იქნებით ძალიან იცით, ესეთი ურთიერთობა გექნებათ. ხო. ესეთი ურთიერთობა, მეგობრებო. კი ბატონო, თითქოს იგრძნობთ, რომ თქვენ ცხოვრებაში უკვე გამოანათა. ზემ გამოანათა. რა ცვლილებებს მოგიტანთ აგვისტო ეს თვე? მეგობრებო, სიყვარულს, ემოციას, თქვენი სურვილების ასრულებას. თქვენ ცხოვრებაში გააქტიურდება ადამიანი. შემოვა ადამიანი, აქტიური ადამიანი, მოქმედი ადამიანი. ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება იყოს ასაკით პატარა, მაგრამ აქტიური ადამიანი, მეგობრებო. შეიძლება არც იყოს ასაკით პატარა, მაგრამ საქციელები გქონდეს ბავშვის. აი ქვემოდან რა კარტია? ეს არის ოჯახი, სადაც მიდიხართ ოჯახამდე, მეგობრებო. თუ კი ოჯახის წევრებიდან მხარდაჭერა არ გქონდათ და გული გყიოდათ, ესეც გაითვალისწინეთ, რომ ოჯახის წევრებიდან დახმარებაც გექნებათ. რა ხდება კარტები მიცვივა, ჩემო ძვირფასებო? კიდევ რა, მეგობრებო? უყურეთ რა კიდევ ის რომ თქვენ თუ კი ვინმე რაღაც ან მოგატყუათ, ან რაღაც ეშმაკა თქვენთან ვინმე ადამიანმა, ანუ ვიღაცამ თქვენთან დაკავშირებით რაღაც ვერაგობა გამოიჩინა, ვერაგული საქციელი და თქვენ ამ ადამიანს აღმოაჩენთ, მეგობრებო. კი. თქვენ მიხვდებით ვინცაა ეს? ანუ ვიღაც ადამიანს დაიჭერთ ტყუილებში. ვიღაც ადამიანს დაიჭერთ ტყუილებში, მეგობრებო. შეიძლება იყოს მეზობელიც, ნათესავიც, მეგობარიც, ამხანაგიც. კი. აი ზუსტად, მეგობრებო. იმ ადამიანს აღმოაჩენთ, ვისთანაც ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, ოღონდ მართლა მეგობრული, მეგობრებო. და აღმოაჩენთ იმას, რომ ეს ადამიანი თურმე როგორ გატყუებდათ. როგორ შურდა თქვენი, ამ ადამიანს თქვენი როგორ შურს. აი ღვარძლიანი ადამიანი, მეგობრებო. და თქვენ ამ ადამიანზე უარს იტყვით. მასთან მეგობრობაზე უარს იტყვით. კი. და თქვენი ცხოვრებიდან გაუშვებთ. აი ასე, მეგობრებო. თქვენ ამ ადამიანს დაელაპარაკებით, აუცილებლად თქვენ სათქმელს ეტყვით და თქვენი ცხოვრებიდან გაუშვებთ. ხო.
აუცილებლად დამიწერეთ მეგობრებო, აი ეს შემთხვევა თუ კი მოხდება ვინმესთან. ძალიან მაინტერესებს უბრალოდ როგორ რეზონირდება. ხო. რას გაიგებთ? აგვისტოში. ეს არის ერთი წუთით. ვიღაცის მარტოობის ამბავს გაიგებთ მეგობრებო. ვიღაცის მარტოობის ამბავს გაიგებთ. ვიღაცის ტკივილის ამბავს გაიგებთ. აი მეგობრებო ნახეთ, ეს არის მარტოობის კარტი. ეს არის იმპოტენციის კარტი. ანუ ადამიანი, რომელიც მარტოა, რომელიც ურთიერთობაში არ იმყოფება, რომელიც ძალიან ცუდათა, ძალიან დიდი ტკივილი აქვს. ადამიანს, რომელსაც, ხო, აი კიდევ ეს არის მარტოობის კარტი. აი ესეთ ამბავს გაიგებთ ვიღაცაზე. ეს რა შვაშია, ეხლა ხომ არ მეტყვით. აი ეს რა შვაშია. ეს კარტი უნდა გავარკვია ეხლა, რა შვაშია. მეგობრებო. იქნებ მითხრათ რა შვაშია. აი ეს კარტი რას მიქვია? ხო, რას მიქვია მეგობრებო? მისი ჭირი მეთქვა. ხო, ეხლა უყურეთ, აქ რა ხდება? აქ ძალიან კარგი რაღაც ხდება. აგვისტოს თვეში თქვენ გაიცნობთ ადამიანს, რომელიც არის ესე მარტო, ადამიანი, რომელიც არის თბილი და ყურადღებიანი, ადამიანი, რომელიც არის წრფელი, ხო? აი ამ ადამიანთან რაღაც გრძნობებზე საუბარს დაიწყებთ მეგობრებო, ან ფიქრს დაიწყებთ, ან გაიცნობთ ამ ადამიანს, რომელთანაც მერე აი ესეთი სასიყვარულო ურთიერთობას გააგრძელებთ. ამური გუშინ ვიხსენე და ეს სახელი ვერ გავიხსენე პირად გაშლაზე, ვერაფრით ვერ გავიხსენე მეგობრებო. და თქვენ შორის გაჩნდება რაღაც გრძნობა. აი ბატონო. ხო, აი ესე მეგობრებო, თქვენ შორის გაჩნდება გრძნობა. კი. ელოდე კახაბერ, მეტი გზა არ გაქვს, უნდა ელოდო. მანამდე არაფერი არ გააკეთო შენ. ქორწილზე? და რატომ არ საუბრობ ქორწილზე? აქ ოჯახის კარტი ამოვიდა ახლა, მაინდა-მაინც ქორწილის ცერემონიალი ხომ არ გინდა რომ ჩაგიტარო? ანა მარია. ანა მარია, ხო არ გინდა აქ ცერემონიალიც ჩაგიტარო ქორწილის? სასწაული ადამიანები მიყურებთ პოსტა, აი გეფიცები, ცოცხალი იუმორები ხართ მოკლედ. ხო. ამდენი ამბავი იცით ყველამ და ერთმა იგიც არ იცით როგორ გავადიდო ეკრანი. მეგობრებო, ნუ თუ დავიჯერო ეხლა 30 ადამიანში. ეკრანი როგორ გავადიდო არავინ არ იცით? მეგობრებო, დავიჯერო არავინ იცით? მომკალით და ვერ დავიჯერებ. ანა მარია, გაჭირვება თუ გაქვს ასეთი ჩემო კარგო. ცერემონიალს ჩვენ ჩაგიტარებთ აგერ. რა პრობლემაა, ყველა დღე ვატარებთ აგერ ცერემონიალს. მეორე ტელეფონი მაქვს, ერთი ჯაბახანა ტელეფონი მაქვს და ამ ცერემონიის მუსიკას ჩაგირთავ და აჰა. ცეკვა გინდა და ცეკვა გაშალი მაქვს, ანი ხელებს ადაცხარ. ქეთი ძალიან მწუხვარ, მაგრამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. კითხვაზე პასუხს ვცემ სიტყვიერად ადამიანებს აქ. კარტით არა. მომიტევეთ, მაგრამ კი, ასია. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, რამდენადაც არ უნდა არ გინდოდეთ, რამდენადაც არ უნდა არ გინდოდეთ, რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ, ჩემი ქართულის მასწავლებელი უნდა მოძებნო და უნდა ვისწავლო ქართული ისევ თავიდან მეგობრებო. ხო. როგორ გეკადრებათ? არა, თქვენ თუ შეგიძლიათ, მაქედან მასწავლეთ მე.
ხო, რა პრობლემაა, აბა რა მორიელი მართალი ხარ. ხო, აი თქვენ ამას მაინც შეხვდებით. თქვენ რამდენადაც უარი არ უნდა თქვათ ამ ადამიანზე, მეგობრებო. თქვენ მაინც შეხვდებით ამ ადამიანს, არი ნერვიულოთ. ეს სამყაროს გამოგზავნილი ადამიანია კიდევ. კიდევ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? მოკლედ, თქვენ ცხოვრებაში რა შემოდის, მეგობრებო და ის ადამიანები, ვისთანაც გაუცხოება გქონდათ. ის ადამიანები, ვისთანაც რაღაც გულის ტკივილი გქონდათ, მეგობრებო. ხო და თითქოს ახლა არ ხართ ამ ადამიანებთან, არ გაქვთ რაღაცნაირად ძველებური კონტაქტი, ხო? აი ეს ადამიანები რაღაც ფეხს გამოყოფენ კუსავით, მანიკურები წამისვიო. ხა. ხო, მეგობრებო, მაგრამ არ წაუსვათ. გაფრთხილებთ, რომ არ წაუსვათ მანიკურები. აი ასე, კიდევ რა შემოდის აგვისტოში? ხო, არა, მეგობრებო. წარსული მეგობრები არ დაიბრუნოთ. წარსული ურთიერთობა არ დაიბრუნოთ. არ არსებულია, გაუმართლებელია იცოდეთ. პრობლემების მეც არაფერს მოგიტანთ, თუნდაც აი მეგობრები, ვისთანაც უკვე ურთიერთობა არ გაქვთ. აი თქვენგან წასული ადამიანი გინდ მეგობარი, გინდ მეზობელი, ვინც გინდათ ნათესავი, ვინც გინდათ ის დაარქვით. უკან არ უნდა დაიბრუნოთ მეგობრებო. გარანტიას გაძლევთ, რომ ინანებთ. არანაირი წარსულიდან დაბრუნება არავის. არც პარტნიორის, არც მეგობარის, არც დაქალის, არც ძმაკაცის, არც მეზობელი, არც რა ქვია მაგას. ხო, რაც გინდათ ის დაარქვით. არავინ, კიდევ რა შემოდის აგვისტოში. ხო, იმიტომ რომ დანაკარგებში მოხვდებით, მეგობრებო, ძალიან დიდ სირთულეებში აღმოჩნდებით. კი, მოტყუებული დარჩებით უარესად, მეგობრებო. უფრთხილდით 21-დან 35 წლამდე ადამიანს კიდევ. ეხლა მე ვერ გეტყვით ეს ვინ იქნება, მაგრამ 21-დან 35 წლამდე ადამიანს უფრთხილდით. ძალიან საინტერესოა დღევანდელი კაშლაც. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ხო, თუ კი გიყვართ ფულის ხარჯვა, ეხლა უნდა მოერიდოთ ფინანსებს, მეგობრებო. ხო. ძალიან უნდა მოერიდოთ ფინანსებს, ფული არ გაასესხოთ, არაფერში არ ჩადოთ, არაფერი დიდი არ შეიძინოთ, თუ კი რაიმე არ გაქვთ დაგეგმილი, აი არაფერი არ გააკეთოთ მსგავსი, მეგობრებო. ზოგადად 15 აგვისტომდე არაფერი მაპატიეთ 11 აგვისტომდე, ნუ თუნდაც ალბათ 15 უნდა ყოფილიყო და მე თქვა 15 აგვისტომდე მსგავსი არაფერი არ გააკეთოთ, მეგობრებო. ხო და ეს ამით თქვენ ძალიან შეინარჩუნებს თქვენს ფინანსებს. თუ გინდათ თქვენი ფინანსური ზრდა შეინარჩუნოთ, მეგობრებო, 15 აგვისტომდე არაფერი არ გააკეთოთ. ფული არ გაასესხოთ, არ დააბანდოთ. ხო. თქვენ ამით თქვენ ფინანსურ ენერგიის წყაროს შეინარჩუნებთ უკეთესობისთვის. ხო, კიდევ რა? აი ეს მომწონს. აქ რა ხდება ახლა უყურეთ. კიდევ რა იქნება ამ თვეში? ის რაზეც ყოფმანობდით. ის რაზეც ერთ წრეზე დადიოდით და ვერ გადაგეწყვიტათ თუ რა უნდა გაგიკეთებინათ, დაგესრულებინათ თუ გაგეგრძელებინათ. გაგებედათ თუ არ გაგებედათ.
თუ კიდევ გადაგედოთ ეს საქმე, რაღაც გადაწყვეტილებას რაღაცას გადაწყვიტავთ მეგობრებო. წასვლა თუ გინდა წასვლას გადაწყვიტავთ. ურთიერთობის დასრულებას თუ ფიქრობდით, დაასრულებთ. თუნდაც ოჯახი იყოს, თუნდაც ქმარი იყოს, თუნდაც ცოლი იყოს, თუნდაც რა იყოს, დაასრულებთ მეგობრებო. მშობლებიდან წასვლასაც თუ ფიქრობთ, იქედანაც წახვალთ მეგობრებო. ხო. წასვლის კარტი გააქვთ. გადაადგილების და ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ წახვიდეთ ბოლო-ბოლო. გაეცალოთ იქაურობას. რასაც აქამდე ყოყმანობდით, აი ეხლა გააკეთებთ. აგვისტოში გააკეთებთ ამ ყველაფერს მეგობრებო. კი. და აი ზუსტად ეს არის გადადგმული ნაბიჯი ბედნიერებისკენ, სიყვარულისკენ, გაკვირვებისკენ და სრულყოფილებისკენ. მეგობრებო. სრულყოფილებისკენ. კი. დასატოვებელი თუ გაქვს გარემო და სიტუაცია კახაბერ, სხვის გამო კი არ უნდა დატოვო, შენ გამო უნდა დატოვო. რომ შენ განთავისუფლდე. იმიტომ სხვის გამო არავინ არ უნდა დაანგრიოს ოჯახი. დასანგრევი თუა, თავისთვისვე უნდა დაანგრიოს ოჯახი. ხო, აი ასე. კახაბერ ვის გამოგტები? კარგით. მეგობრებო, აი თქვენი ხვავი აგვისტოში. აი თქვენი ბარაკა აგვისტოში, თქვენი ოჯახის დაცულობა. კარგი ამბები, სასიხარულო ამბები, მემკვიდრეობა, ვის ბინი შეძენა გინდათ, ვის აგარაკი შეძენა გინდათ. აი ვის რა გინდათ მეგობრებო, ვის რა სურვილი გაქვთ. ჩათვალეთ რომ ამ ყველაფერს აგვისტოში იგრძნობთ. დაინახავთ მეგობრებო. ამ ყველაფერს დაინახავთ მეგობრებო. თქვენი სურვილების ასრულების თვეა. აქედან ყველაფერს დაინახავთ მეგობრებო. კი, ეს ყველაფერი იქნება მოულოდნელი თქვენთვის. თქვენა ვერც წარმოგიდგენიათ უბრალოდ. რა ბედნიერება გელოდებათ, რა წინსვლა გელოდებათ, რა მატება გელოდებათ, ხვავი და ბარაკა გელოდებათ. აი ყველაფერი სასიკეთო გელოდებათ. იცით რატომ? იმიტომ რომ ჯოჯოხეთი უკვე გაიარეთ მეგობრებო. ეს თქვენთვის არის მოულოდნელი. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, თქვენ ამ ყველაფერს შეშინებული ელოდებით თუ აი ხო ემალებით, რაღაცას ემალებით. თქვენ გეშინიათ ადამიანების გეშინიათ, სიტუაციის გეშინიათ, შეიძლება კარგად ყოფნისაც გეშინიათ მეგობრებო, იმიტომ რომ იმდენი ცუდი რაღაც მოხდა თქვენ ცხოვრებაში, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ თუ ეს კარგი რამები შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში მეგობრებო. აი გაგიკვირდებათ და აი ზუსტად მე ვარ ასე. აი ვერ წარმომიდგენია კარგი რამე თუ შეიძლება მოხდეს. იმდენად ცუდი სიტუაცია გაქვთ გავლილი და დღემდე გაქვთ ეს მოყოლილი, მოგყვებათ მეგობრებო. ეს აუცილებლად უნდა ჩაიხსნათ. ეს არასასურველი სიტუაცია აუცილებლად უნდა ჩაიხსნათ მეგობრებო. ჩაიხსენით ამ ყველაფერს. ხო. ჩაიხსენით მეგობრებო. და თქვენი ცხოვრება დაიწყეთ თავიდან, ახალი ფურცლიდან დაიწყება მეგობრებო. გაიხარე ანა მარია. რა გამოგრჩა? ხო, აი ამას დავადებ. მონობის კარტს დავადებ. ხო,
ხო, თუ კი ვინმე მონობაში, პატიმრობაში ყავთ მეგობრებო, მოდი ამასაც ვიტყვი. ამ ადამიანის განთავისუფლებაც ჩანს. თუ კი ყავთ ვინმეს, ეხლა შეიძლება ვინმე მსმენელს ყავდეს პატიმარი, ან ნათესავი, ან მეგობარი, ან არ ვიცი, მერთმა ყოველას გაშოროთ დედმამიშვილი, მამა, არ ვიცი ვინ ყავთ პატიმარი, ამ ადამიანის განთავისუფლებაც ჩანს მეგობრებო. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. აგვისტო აგვისტოს თვე, აი ეს სურათი ტყუილად არ ამოვიდა. ძალიან ბევრ გასაოცარ ამბავს გაიგებთ. ძალიან სასიამოვნოდ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. კი, ბევრმა შეიძლება ვერ იგრძნოს და ვერ გრძნობდეს ახლა. იმიტომ რომ ახლა დაწყებულია და ეს ყველაფერი ნელი მსვლელობებით მიდის მეგობრებო, მაგრამ თვის ბოლოს თქვენ უკვე აი ძალიან რადიკალური შედეგი გექნებათ. კი. თქვენ ამ ყველაფერს უკვე თვის ბოლოს დაინახავთ. აი როგორც მე ნელი ნაბიჯებით მეგობრებო მოვდიოდი და ვერცერთი დღე ვერ ხვდებოდი თუ რა იყო უკეთესობისკენ, ეს მივხვდი 2 თვის შემდეგ მე. აი თქვენთან ამ თვეშია უკვე ეს 2 თვე მეგობრებო. და თუნდაც 5 თვე. ხო. ეს არის უკვე აგვისტო. პიკი, რომ თქვენ უკვე დაინახავთ და იგრძნობთ ამ ცვლილებებს. თუ აქამდე ვერ ხედავდით, მეგობრებო, ამ თვეში რადიკალურად იგრძნობთ. კი. აი, სამართლიანობის კარტი თუ არა. აი, მეგობრებო. აი თუ არა. ხო, წუხელი ჩააცთინე, წუხელი შატალოძე იყავე კახაბერ. ხო, ნახეთ მეგობრებო, ეს სირთულეები ყველაფერი სამართლიანად მოგვარდება. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. ძალიან ბევრს გეგმების გული აგიცრუდათ გეგმებზე უკვე აღარც გჯერავთ უკვე ამ ახლაც არ გჯერავთ მეგობრებო, ეხლა მე რასაც ვსაუბრობ. აი შემიძლია დავიფიცო რომ არ გჯერავთ. რომ სამართალი პურჭამს. თქვენ არ გჯერავთ ბევრს ამის. გინდათ ერთია, მაგრამ სურვილი გაქვთ ერთიან, მაგრამ არ გჯერავთ. ეს არის კიდევ ჩემთვის ბუმერანგის სურათი. ეს თუ ესე არის სურვილების ასრულება და ერთიანების კვერთხები, ანუ ტუზი, ერთი სიტყვით, ესე ნიშნავს უკან დაბრუნებას ბუმერანგის. ანუ თუ კი ვინმემ რაიმე ცუდი გაგიკეთათ. აი თუ კი ადამიანებმა გული გატკინეს, მეგობრებო, ამ ადამიანებს სამართლიანად დაუბრუნდებათ მათი სიკეთე. ერთი წუთით ვერიფიკაციას მთხოვს ეკრანი მეგობრებო და გავაგრძელებ. ერთი წუთით. ხო. აი ასე მეგობრებო, იმ ადამიანებს, ვინც გული გატკინათ არასწორად და უმიზეზოდ და აი სიბოროტით, შურით, ხო? იმ ადამიანებმა, რომლებმაც თქვენი ოცნებები წაგართვეს, მოგპარეს, გიღალატეს, ანუ გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალეს, დანაკარგებში შეგიყვანეს, რაღაც მოგპარეს, აი რა სირთულეებით თქვენი ცხოვრების გზაზე დათესეს ადამიანებმა, მეგობრებო, ეს ყველაფერი უბრუნდება მათ. თან სამართლიანად. თქვენ ეს ამ ყველაფერს ამთავრებთ და მათთან ეხლა დაიწყება მეგობრებო ის ჯოჯოხეთი, რაც თქვენ გაიარეთ. აი, სირთულეები, სიძნელეები, პრობლემები, ნერვიულობა, ცვლილებები უასოზე ექნებათ ყველაფერი. აი ბატონო მეგობრებო, ყველაფერი შეიცვლება. აქამდე თუ თქვენთან იყო ცუდად ყველაფერი და მათთან კარგად. აი, ეხლა პირიქით იქნება თქვენთან კარგად იქნება ყველაფერი და მათთან ყველაფერი წავა უკან მეგობრებო. ნუ ეხლა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არა. ეს ასე ხდება სამყაროში. აი, მეგობრებო.
იცით როგორ იქნებიან ეს ადამიანები, არ მიყვარს ზოგადად ბუმერანგზე საუბარი, მაგრამ რადგან ამბობს და გვაჩვენებს ტარო, უნდა ვთქვა. ამ ადამიანებმა თუ კი ამ ყველაფერში ხელი ჩაყვეს თქვენს უბედურებაში და ამ ყველაფერში ფული გადაიხადეს, ანუ ხვდებით რასაც გულისხმობ. მაგიები, ჯადოები, სიბოროტე, ანუ ყველაფერი. ხო? ეხლა იგრძნობენ რომ რა ტყუილად გადაყარეს ფული, რა ტყუილად დაკარგეს დრო, რა ტყუილად დახარჯეს დრო და ანუ ყველაფერი ენერგია, ყველაფერი ეს იყო ფუჭი, ტყუილი. იმიტომ რომ ამით მეგობრებო, ჯადოებით და მაგიით ვერავინ ვერაფერს ვერ მიაღწევს, ვერ მიაღწია და ვერ მიაღწევს. ხო. ის რაშიც დახარჯეს დრო, ძალა და ენერგია და ფინანსები, ეს ყველაფერი არის ფუჭი და ტყუილი, ამას მიხვდებიან ისინი, იცით? უკვე მიხვდებიან, უკვე მიხვდარიც არიან იქნებ მეგობრებო, კი? ის რაც გააკეთეს მათ, ამ ყველაფერმა მათ ბედნიერება არ მოუტანეს, იმიტომ რომ უკან დაუბრუნდათ ყველაფერი მეგობრებო. რა თქმა უნდა, ანა მარია, მაგრამ აი, კარტი აგერ საუბრობს, რომ ასე იქნება, ამას თქმაც არ უნდა. უბრალოდ მე რომ არ გავაჟღერო არ შემიძლია, იმიტომ რომ კარტი ამოდის. ტარო ამბობს და მე უბრალოდ ვამბობ. სამართლიანა და ეს ყველაფერი მეგობრებო. ეს არის თქვენი დაბალანსება. სამყარო არის ბალანსში. ჩემო ძვირფასებო, სამყაროში ბალანსი თუ არა, არაფერი არავის არ გამოუვა. აქამდე ხო იყავით თქვენ ცუდად, ეხლა ისინი იქნებიან ცუდად. აბა როგორ ეხლა? მთელი ცხოვრება ცუდად ჩვენ ვერ ვიქნებით. ხო. ცხოვრებას და სამყაროს აქ პლუს მინუსები მეგობრებო. რა თქმა უნდა. ეს არის ჯადო არის ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელზეც ადამიანი ფიქრობს. თორე ეხლა თქვენც რომ გეფიქრათ იგივეთი დაბრუნება, თქვენ ეხლა უკეთესობისკენ ვერ წახვიდოდით მეგობრებო. ეს არ შეიძლება. სიბოროტეს გადაუხადო ბოროტებით, არაფრით არ შეიძლება. თორე მე უნდა დამეხოცა მთელი სამყარო აქამდე მეგობრებო. ჩემ ცხოვრებაში ბოროტების მეტი არაფერი ყოფილა, მაგრამ ეხლა მე მაშინ უნდა დამეხოცა ყველა. და დღეს ასე ფეხზე მყარად არ ვიდგებოდი. აი თუ ქვი ამას მყარად დგომა, მყარად ვდგავარ მეგობრებო. ერთადერთი რაც მაკლია არის ჩემი შვილი, მეტი არაფერი ჩემო ძვირფასებო. მეტ დანაკლის მე არ განვიცდი. ხო. თქვენ რა რჩევას მოგცემთ უბრალოდ კარტი. მოდი ვნახოთ. აი ამ ბედნიერებისთვის, ამ ძალისთვის, აი ამ სიტუაციისთვის, ეხლა რაშიც იმყოფებით? ნუ ეს უკვე დასასრულია ცუდისკენ. მაგრამ მაინც რას გირჩევთ სამყარო მეგობრებო? მოდი ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. უყურეთ მეგობრებო, აი რატომ მიყვარს ეს დასტა? ოთხიანების ხმალი რას ნიშნავს? დასვენებას, განმარტოებას და უარის თქმას კამათში და გაუგებრობაში ჩაფრმაზე მეგობრებო. არ ჩაერთოთ გაუგებრობაში, საქმის გარჩევაში, უკმაყოფილებაში, აი გაუგებრობას მოერიდეთ, ვინმესთვის რაიმეს მტკიცებას, ახსნა განმარტებას, აი დასაბუთებას, აი შენ მტყვანი ხარ, მე მართალი ვარ, მე ეს არ გააკეთოთ. დაისვენეთ უბრალოდ და დაელოდეთ შედეგებს. თქვენ დაისვენებთ ამ ყველაფრიდან მეგობრებო, თქვენ უკვე ისვენებთ ამ ყველაფრიდან. ის დრო მოდის. არაფერი არ უნდა გააკეთოთ. დატკბით თქვენი ცხოვრებით. თქვენი სტაბილურობით, საკუთარი თავის სიყვარულით, მოუფრთხილდით იმას რაც გაქვთ. ანუ წეღან რაც გითხარით, არ დააბანდოთ ფული, შეიკავეთ თავი ყველაფრიდან. თქვენს ფინანსებს გაუფრთხილდით, რადგან ეს არის თქვენი ენერგიის წყარო. ის რაც გაქვთ, იმ ენერგიას გაუფრთხილდით და ეს ენერგია ფინანსებია მეგობრებო. იმ მიღწევებს რაც გაქვთ ხო. დატოვეთ ეს გაუგებრობა წარსულში და გაიხედეთ მომავლისკენ.
არავის არაფერი არ უმტკიცოთ და არავის არაფერი აზრი არ მოსთხოვოთ, მეგობრებო. ხო, აზრი არა აქვს. მაინც ვერაფერს გაარკვევთ, მაინც ვერაფერს მოიგებთ. არა, მეგობრებო, ისე უკან დაბრუნდებით. ისევ თქვენ იგრძნობთ თავს დასუსტებულად, თქვენ ეს ძალიან დიდ ენერგიას წაგართმევთ და ენერგიას წაგართმევთ ისე, რომ აი მუშაობის თავიც აღარ გექნებათ, მეგობრებო. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს ძალას, თქვენს ჯანმრთელობას. კონფლიქტებში არ შეხვიდეთ. არა. არ შეხვიდეთ კონფლიქტებში. კიდევ ნახეთ, მეგობრებო, რას ამბობს კარტი. შეიძლება აი თუ კი ვინმე რაიმე დახმარებას შემოგთავაზებთ, მეგობრებო. ანუ უთქმელად, თუ კი ვინმე მოვა ეხლა და გეტყვით, რომ მოდი რა იცი, მე შენ დაგეხმარები. აი არ მიიღოთ ესეთი ადამიანების დახმარება. თუ კი თქვენ არ ეტყვით ვინმეს, რომ მოდი მე დახმარება მჭირდება და დამეხმარე, იმ შემთხვევაში თქვენ არავის არ დაეხმაროთ. თქვენი სურვილით არავის არ დაეხმაროთ, მეგობრებო. ეს არის გაფრთხილება. ან თქვენ თუ გეტყვით ვინმე დახმარებას, თქვენი თხოვნის გარეშე, ანუ მაგალითად ეხლა თქვენ თუ არ მოხვალთ ჩემთან და მე არ მეტყვით დამეხმარეო და მე ჩემით მინდა რომ დაგეხმაროთ. აი არა, არ მიიღოთ ესეთი. შემოთავაზებული დახმარება არ მიიღოთ, თუ კი თქვენ არ თხოვეთ ადამიანს. მეგობრებო, ამის თქმა მინდა. 11 მე აქ შეკითხვას ვსვამ, ჩემო კარგო? კიდევ რა უნდა გააკეთოთ? რა რჩევას მიგცემთ კარტი? ხო, მეგობრებო, აი არავითარ შემთხვევაში ეხლა რაც გითხარით, ეს არ გააკეთოთ, თორე რაღაცნაირად თქვენს ენერგიაზე ძალიან იმოქმედებს. კი, თუ კი თქვენ ვინმეს არ სთხოვთ დახმარებას და ისეთი ადამიანი გეტყვით, რომ მოდი მე დაგეხმარებიო, თქვენ ამ ადამიანიდან არ უნდა მიიღოთ დახმარება, მეგობრებო. თუ კი თქვენ არ გსურთ, არ მიიღოთ. თუ კი თქვენ არ გითქვიათ, თუ კი თქვენ არ გითხოვიათ მისთვის დახმარება, ამ ადამიანიდან დახმარება არ მიიღოთ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. ხო. იმიტომ რომ აქ რაღაც ფარული მოტივია. რადგან თავისით შემოგთავაზებთ დახმარებას ადამიანი, აქ უკვე რაღაც მუხთლობას აქვს ადგილი. არ მოიტყუოთ თავი, მეგობრებო. ამიტომ ერიდეთ. უთქმელად ადამიანის დახმარება. არ მიიღოთ. თუ კი თქვენ არ გითქვიათ, კიდევ. ხო, იმიტომ რომ აქ არის რაღაც უპატიოსნო თამაში. საკუთარი ინტერესები აქვს ამ ადამიანს, ამიტომ არ ენდოთ. ხო, აქ რაღაც დადგმული ამბავია, ამიტომ არ ენდოთ, მეგობრებო. ხო, თორემ მერე გექნებათ ღამის უძილობა. დანარჩენის მხრივ ყველაფერი გექნებათ კარგად. ის რაც თქვენ უფალს თხოვეთ, ხო? ეს ყველაფერი მეგობრებო სისრულეში მოვა. ეხლა რა რთული პერიოდიც არ უნდა გქონდეთ. თქვენ ამ პერიოდიდან გამოდიხართ, ნახეთ? ტრანსფორმაციაში ხართ, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ამ ყველაფრიდან გამოდიხართ. რადგან თქვენ უკვე აღიარეთ უფალთან, რომ გჭირდებათ დახმარება. რადგან თქვენ უფალს თხოვეთ დახმარება და თქვენ აგერ ხედავთ, ხო? თხოვთ უფალს დახმარებას. ამიტომ უფალი გიგზავნით ამ ტრანსფორმაციას და ეს ტრანსფორმაცია მიიღეთ, მეგობრებო. მიიღეთ. გაიარეთ ეს ტრანსფორმაცია რანაირი რთულიც არ უნდა იყოს და აი ეს არის თქვენი წარსული ცხოვრების დასასრული. და მე ვხედავ, რომ თქვენ ამ ტრანსფორმაციას გადიხართ უკვე. აი ეს არის ყველაზე კარგი. რომ გადიხართ და თანახმახართ ამ გზაზე. ეს არის რთული. არ არის ადვილი. ამ ტრანსფორმაციაში ძალიან ბევრი ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან. ბევრი მეგობარი წავა თქვენი ცხოვრებიდან, ისეთი მეგობარი, ვიზეც გული გეტკინებათ. ძალიან დაგწყდებათ გული, მეგობრებო, გარწმუნებთ, ძალიან დაგწყდებათ გული. ისეთი ადამიანები წავა თქვენი ცხოვრებიდან, ვინც თქვენ მეგობრად მიგაჩნდათ, ვინც ნათესავად მიგაჩნდათ, ვინც თქვენს ერთგულად მიგაჩნდათ, ვინც გინდათ იციყვეს. კი, ყველა წავა თქვენი ცხოვრებიდან და პირი დაგრჩებათ ღია, მაგრამ არა უშავს, ესე უნდა მოხდარიყო. აი ზუსტად, აი ეს გავიარე მე. ისეთი ადამიანები წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და პირი დამჩა ღია, რომლებიც ვერ მოვინელე.
ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ყველაფრისთვის იყავით მზად და თუ კი რაიმე ხდება თქვენ ცხოვრებაში, ხდება თქვენთვის სასიკეთოდ, იმიტომ რომ აი ამ სიხარულამდე, ამ ბედნიერებამდე, ამ სიყვარულამდე, ამ გაკვირვებამდე და ამ სრულყოფილებამდე მიდიხართ. ეს იქნება ამ თვეში, მეგობრებო. ანუ რადგან უყურეთ, აქ კიდევ ტრანსფორმაცია ამოვიდა, ეს არის ბოლო, ანუ თქვენ ტრანსფორმაციიდან გადიხართ, მეგობრებო, უკვე. ასრულებთ უკვე ტრანსფორმაციას, მეგობრებო. ასე რომ ეს მოსალოცი ამბავია. თუ კი ეს ჯოჯოხეთი, რაც აქ მე აღვწერე, თქვენ ყველაფერი გაიარეთ, ხო? გილოცავთ. ეს უკვე არის ჯოჯოხეთის დასასრული. აბატონო. და ეს არის უკვე სრულყოფილებაში შესვლა. აი ეს მოხდება აგვისტოში. ძალიან მაგარი გაშლა იყო, ჩემო ძვირფასებო. ხო, მე ძალიან მომეწონა. დიდი ხანია ვფიქრობდი აგვისტოს თვე ჩამეწერა და ვერ მოვაბი თავი. აი უფალს მადლობა რომ მომეცა საშუალება აი ესე სრულად ჩამეწერა ეს ზოდიაქო. ასე სრულად არ მისაუბრია ზოდიაქოზე. არც ერთ თვეზე ასე სრულად არ მისაუბრია. ჩემი დაბადების დღე ყოფილა, მეგობრებო, ეს თვე და ალბათ ესე იყო საჭირო. ნუ რა ვქნათ. ამ თვეში ხდება სასწაულები. ამ თვეში მომიტევეთ, მაგრამ ნუ ეხლა ცოტა სიამაყესაც ჩავთავ. ეგოისტი ვიქნები წამიერად. ამ თვეშიც იბადებიან ძალიან ისეთი ადამიანები, ერთგულები, მოყვასები, უბოროტო, უღალატო ადამიანები, კარგი და ცუდი ყველა თვეშია და ყველგანა. აგვისტოში ძალიან ცუდები. მე საკუთარმა დაქალმა, რომელიც ჩემი ზოდიაქო იყო, მიღალატა. ღალატი ახლა ის არ ნიშნავს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ სხვანაირადაც მიღალატა, ვინ იცის. არც მაგას გამოვრიცხავ, ამიტომ კარგი და ცუდი ყველგანაა, მეგობრებო. ეხლა ამას ნუ ჩავეჭიდებით მაინდა მაინც. ხო. მოკლედ, ძალიან კარგი თვეა. ძალიან სასურველი თვეა. საოცრებების თვეა, მეგობრებო. ორიელი გაიხარე. 2-3 წელი ჯერ ვერ ჩამოვალ საქართველოში და როდესაც ჩამოვალ, აი მივიღებ მაგ შემოთავაზებას. გაიხარე ანა მარია. აი მეგობრებო, თქვენს თვალწინ ვიღებ კარგს. აი ამაყ სიამაყით ვიტყვი. არ მაძლევს უფალი იმის საშუალებას, რომ ცუდზე ვისაუბროთ, ცუდი ნეგატივით მოვიდეთ, ცუდი აზრებით, ცუდი სურვილებით, აი რომ ცუდზე ვილაპარაკო ვისა. არ მაძლევს უფალი ამის საშუალებას. ნუ რა ვქნათ, არიან ტაროლოგები, რომლებიც საუბრობენ იმას რა ელოდება, თქვენ მტერს რა ელოდება, თქვენს მტრებს რა ბუმერანგი უბრუნდება, არ მსურს ამაზე საუბარი. არ შემიძლია, მეგობრებო. არ შემიძლია. აი ესეთი საჯარო ლაივები და გაშლები რო ჩავწერო, არ შემიძლია, მე თვითონ არ შემიძლია. არ შემიძლია ვუსმინო, აი ამ ყველაფერს ესეთ რაღაცებს ვუსმინო, აი ნერვის შეუტოკებლად. ხო, ძალიან მაგარია რთველში ცეკვა. სიმღერაც მაგარია. ხო. მოდი ვნახოთ ახლა ასტრაბარათებით ჩემო ძვირფასებო. რითი გაგვაოცებს აბა აგვისტო? მოდი ასტრაბარათებსაც ვკითხოთ. რა საოცრებებს უნდა ველოდოთ აგვისტოში? აი ისე გაბრუებული ვარ ახლა მეგობრებო. აი რაღაცნაირად გაბრუებული ვარ. არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან ისეთი ენერგია მაქვს ახლა. რაღაცნაირი ენერგია მაქვს. აბა ნახოთ ასტრაბარათებით მოტანილი საოცარი აგვისტოს თვე. რა გველოდება აგვისტოში ამ თვეში? აბა რას გვეტყვის ასტრაბარათები მეგობრებო? ოჰო. ხო, ნუ ეხლა აქ ცოტა არ იყოს და ბალზე ვიქნებით და ტყემალ ვჭამთ. ტყემალი მოგვინდება. ხო. მოდი ასე ვიტყვი. გულწრფელობა მეგობრებო, თუმცა გულწრფელობა კი. აგვისტოს თვე იქნება გულწრფელი.
გულწრფელები იქნებით საკუთარ თავთანაც, სხვებთანაც და ზოგადად გულწრფელი. ძალიან იქნებით ტოლერანტულები. ანუ იცით ხო ეს ტოლერანტობა რასაც ნიშნავს? ერთი სიტყვა და ყველაფერი ამაში ნათქვამი. ამ სიტყვას ვერ ახსნი სხვანაირად მეგობრებო. ძალიან მეგობრული, ძალიან ერთგული, თანასწორი. ალბათ ტოლერანტობა ნიშნავს თანასწორობას, ხო? ასაკის და ეროვნების მიუხედავად. რატო? რა ბილეთი გინდა, ანა მარია? რა ბილეთი გინდა, ხალხო? რა ბილეთებს ყიდულობთ? გასაფრენი რეისები გინდათ? ანუ ის რეისები გინდათ წეღან მე რო ვთქვი რომ გასაფრენი ბურთით აფრინდებით ცაში და იქ არ დაიკარგოთ მეთქი, მაინდა-მაინც მაგი გინდათ? მე ხო გითხარით წეღან ძალიან არიოცნებოთ და ოცნებებში არაეტყორცნოთ ზეცაში მეთქი, კაცო. ხა? სოფელი სად გავს? კიდევ რა მეგობრებო, როგორი იქნება აგვისტოს თვე? სამწუხაროდ ყველა SMS ვერ ვკითხულობ. სურვილები, ოცნებები, ჩაიფიქრეთ მეგობრებო, ჩაიფიქრეთ, ძალიან ბევრი რაღაც შეგიძლია ჩაიფიქროთ, ჩამოწერეთ მეგობრებო. სრულყოფილად ჩამოწერეთ. ეს ხო სრულყოფილებაა. ხო და ჩამოწერეთ ყველა თქვენი სურვილი მეგობრებო. აუცილებლად ჩამოწერეთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე კიდევ. 7 გაწონასწორებული, ძალიან ისეთი თვე მოდის მეგობრებო. სიმშვიდეს იგრძნობთ. აქამდე თუ არეულობა იყო და შფოთვა გქონდა და აღელვებულები იყავით, დამშვიდდებით. ხო. ეს არის თანამშრომლობის კარტი. კიდევ რა? დედა რა გავაკეთო? ოცნებები, სურვილები, გეგმები, შთაგონება, აი ძალას იგრძნობთ. სამყაროდან გვერდში დგომას იგრძნობთ. თქვენ უკვე ამ ყველაფერს იგრძნობთ მეგობრებო. ამ თვეში ყველაფერს იგრძნობთ. იგრძნობთ რომ სამყარო თქვენს გვერდითაა. აი თავისუფლებას, აი სილაღეს იგრძნობთ. აი რაღაც სიმძიმის ძალა აღარ გექნებათ, შეგრძნება აღარ გექნებათ მეგობრებო. უყურეთ, აი იმას თუ ნიღაბს ატარებდით აქამდე რომ ადამიანებს თქვენი რაღაც თქვენი ტკივილი არ დაენახათ მეგობრებო, ამ ნიღაბს მოიხსნით. იმიტომ რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ეს ყველაფერი. და კიდევ ერთი კარტი. აი ეს უკვე მომწონს. აი დედას გეფიცებით. აი ამ კარტმა უკვე დაგლიჯა რო იტყვიან. მეგობრებო, თქვენ არ ვიცი ხლა თუ სათევზაოდ წახვალთ თუ კი გიყვართ თევზაობა მეგობრებო, ითევზავეთ. იმიტომ რომ შეიძლება თქვენი ოქროს თევზით დაიჭიროთ. ეს არის მორგანა, ძალიან მიყვარს ეს სურათი. ეს არის ადამიანი, ეს მორგანა არის ადამიანი, ქალი, არსება, რომელიც თავის სურვილებს ისრულებს. თან სიბოროტით კი არ ისრულებს მეგობრებო. მორგანა არის მაგი, მაგრამ კეთილი მაგად მიმაჩნია მე. და ეს ადამიანი ისეთ თევზს დაიჭერს, რომ თავის ყველა სურვილს ისრულებს. ამიტომ ეს თვე არის თქვენი მეგობრებო. კახაბერ. მე გითხარით წეღან მეგობრებო. ძალიან ნუ აეტყორცნებით ზეცას ამ სიყვარულში. არ გინდათ. ძალიან მიყვარს ეს ფილმი. ნაყურები მაქვს ამ კინოზე მეგობრებო.
აი ესეთი მისტიური ფილმები მიყვარდა ყოველთვის. ხო, აბა რა ჩვენ აქ ხალისობთ. მარტო ქუცურაზე კი არ საუბრობთ და ცუგურაზე. აქ ჩვენც ვხალისობთ. კონცერტობთ, ცირკაობთ, ხოხმაობთ, რაც გინდათ ის დაარქვით მეგობრებო. აბა რა. აქ ჩვენ ამისთვის ვართ. ორი ადამიანიც რო ვიყოთ, მაინც ვიხალისებთ. ორ ადამიანთანაც ჩავატარებ ლაივს. ამაზე არ ინერვიულოთ მეგობრებო. მე არ ველოდები აქ ვინ მოვა, ვინ წავა, ვინ გაივსება ახლა მაყურებლებით დარბაზი. ხო. ხო, აი მეგობრებო. ანუ უყურეთ, აგვისტოს თვეესთვე არის თქვენი სურვილების ასრულების, ოცნებების, აი თქვენ ამ თვეში უკვე თქვენ სურვილებს აისრულებთ და აიხდეთ მეგობრებო. ღმერთმაც გისმინოთ და აი სანთელმაც ძალიან კარგად იმოქმედა. ნუ ეს ცოცხი ხო მოქმედებს და მოქმედებს, მაგრამ წითელმა სანთელმა საერთოდ ხო ვაფშე მეგობრებო ისეთი სუნი აქვს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა ჩემს ოთახში რა მაგარი სუნია. სურნელოვანი სანთელია მეგობრებო. კი. სურნელოვანი. აირქვი რა პრობლემაა. შეგიძლია ახლა დაწერო მორგანა სახელი. უძლიერესი ადამიანია, კი. ქალი, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი მიზნების მისაღწევად. ხო. საიდუმლოებებით მოცული ადამიანი. კი, ადამიანი კიდე რომელიც ყოველთვის ცალკე არის თავისთვის არის, მაგრამ ბედნი ნახეთ, ეს ადამიანი ზოგადად ყოველთვის მარტოა, მეგობრებო, კინოშიც მარტოა. ამას არავინ არ ყავს, მეგობარი არ ყავს, არავინ არ ყავს ისეთი. თავისთვის არის, განა ვინმეს რამეს უშავებს. უბრალოდ თავის სურვილებს ისრულებს, ხო. წინასწარმეტყველია. განდეგილის პოზიციაშია. ეს ადამიანი ყოველთვის და მისტიური ძალა აქვს ამ ადამიანს, თავის სიტყვას ძალა აქვს. ამ ადამიანის სიტყვას აქვს ძალა. ხო. და ეს ადამიანი კიდევ არის ტრანსფორმატორი. ეს ადამიანი თვითონ არის ტრანსფორმატორი, მეგობრებო, და აი ეს ხართ თქვენ. ანუ თქვენ ცხოვრებაში თუ კი ვინმე შემოდის, მეგობრებო, ხო, ტრანსფორმაციაში უშვებთ პირდაპირ. კი. თქვენც ხო ამთავრებთ ახლა ტრანსფორმაციას, ნუ თქვენც გადიხართ რა თქმა უნდა ტრანსფორმაციას, მაგრამ თქვენც ხართ ტრანსფორმატორი ადამიანების. ტყუილად არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე. ხო. ამ ადამიანს აქვს პარანორმალური შესაძლებლობები. აი ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ხო. თავის აი ახლა მეგობრებო ნახეთ, ეს ადამიანი კიდევაც მღერის, კიდევაც უკრავს, კიდევაც ლოცულობს, კიდევაც რგავს, კიდევაც თევზაობს. ანუ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს. აი უნიჭიერესი, უნიკალური შესაძლებლების მქონე ადამიანია. აი ვინ რას აკეთებს? აი მე მაგალითად მეგობრებო, აი ყოველთვის ვამბობ, ყველაფერს ვაკეთებ. დედას გეფიცებით. გეფიცებით, ყველაფერს ვაკეთებ. აი რა ვთქვა, ხატავ, ვკერავ, ქსოვ, ვქარგავ, მღერი, ვაცხობ, ვამზადებ, ვაკეთებ. აი ხელსაქმე შემიძლია, აი სანტექნიკად შემიძლია, ელექტროობა შემიძლია, გაყვანილობა შემიძლია, უთოს გაკეთება შემიძლია, გატეხილი ქოლგების გაკეთებაში. აი რა ვთქვა, მეგობრებო. აი რა ვთქვა. აი კერძებს ვამზადებ არაჩვეულებრივად, სასმელებს ვაკეთებ, ნაზავებს, ნარევებს არაჩვეულებრივად. აი რა არ გამომდის პროსტა. ყველაფერი შემიძლია. ხო. ამავე დროს ერთდროულად ძალიან ბევრი საქმის კეთება შემიძლია. აი ფაქტიურად ყველაფერს ერთდროულად ვაკეთებ, მეგობრებო. ნუ რა ვქნა. ხო, ნუ ესეთი გოგოს გაცნობაც ადვილი არ არის კახაბერ.
ესეთ გოგოსთან ცხოვრებაც ადვილი. აი მე ჩემთან ცხოვრება მაგალითად ადვილი არ არის. გულით ვამბობ მეგობრებო. მე იმდენი ჯოჯოხეთი გავიარე, რომ აი ისე აღარ ვიქნები, როგორც ვიყავი. ხო, ამიტომ ჩემს გემოზე თუ არ იქნება, დამთავრებულია პარტნიორის საქმე. არ გამოუვა შანსი არა. თუ მე არ მინდა ისე არ იქნება, როგორც მე მინდა. გამორიცხულია პროსტ აორთქლდეს სადმე, გადეიკარგოს 900 იქით ჯობია უბრალოდ მეგობრებო. კი არ ვაშინებ ამით ვინმეს. უბრალოდ არ გამოვა. ხო. ან ჩემნაირი უნდა იყოს. აი მეგობრებო, ან ჩემნაირი უნდა იყოს. ჩემნაირი ცხოვრება უნდა კონდეს გავლილი, ჩემნაირი საქციელები უნდა კონდეს. აი ამას უნდა აკეთებდეს. ჩემნაირი უნდა იყოს ზუსტად, რომ მე ავიტანო და მე გამიგოს. გამორიცხულია სხვა შემთხვევაში მეგობრებო. ხო, ნუ რა ვქნათ ახლა? ნუ რა ვქნათ? ანა მარია. ხო. მორგანა, გენაცვალე ადამიანობაში. გაიხარე, უღრმესი მადლობა. საჩუქრებისთვის ყველას უღრმესი მადლობა მეგობრებო. ხო, აი ესე. ხო, ეხლა უყურეთ მეგობრებო, რა მაგის პასუხია და სახელზე ვთქვათ ეხლა. ზოგს რო უწერია უბედური, ზოგს რო უწერია გველი, შხამი, დესპოტი, იმას არ ჯობია ეხლა მორგანა? რო უწერია და რო დაწერა? აი ახლა უბრალოდ გამეცით პასუხი, არ ჯობია? მე უბედური, შეუბედური. ხო, აი მსგავსი რაღაცები რო უწერიათ სახელები. ამას არ ჯობია ეხლა მორგანა სახელი? ხო. აი ასე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგი იყო დღევანდელი დღეც, როგორც ყოველთვის. დღევანდელი დღეც მეგობრებო. ხო, დღევანდელი დღეც იყო არაჩვეულებრივი, დღევანდელი საღამოც. აი მართლაც მადლობა უფალს, რომ ხალისობთ. ხო. საითკენ გაგიქცა თვალი კახაბერ. თვალი საითკენ გაგიქცა კახაბერ. ნუ რა ქნას ახლა, ყველას აქვს თავისი შეხედულებები, თავისი სურვილები. ჩამოწერეთ მეგობრებო თქვენი სურვილები. ჩამოწერეთ. ეს არის ერთ-ერთი მანიფესტაცია. თქვენი სურვილები ჩამოწერეთ. კი. რა გინდათ, როგორი გინდათ, რანაირი გინდათ, ვინ გინდათ? წითელი გინდათ, მწვანე, შავგრემანი, თეთრფერვანი. ავი თვალის, ავი სულიდან დაგიცავს, ავი გულიდან დაგიცავს. შეგილოცავთ მეგობრებო, გინდათ? ხო, რა სიმაღლის, რა სიგანის, რა წონის? აწყობილი, დაწყობილი, დაშენებული. აგაშენებს, დაგაშენებს, დაგამშვენებს თუ რომელი გინდათ, რანაირი გინდათ. ყველაფერი გარკვევით უნდა ჩამოწეროთ მეგობრებო. ასე ჰაერზე სიტყვით არა. და კონკრეტებულად, მე არ ხუმრობ მეგობრებო. გეფიცებით, მართალს ვამბობ. დაკონკრეტდით რა გინდათ, როგორი გინდათ, ვინ გინდათ. ხო, ოჰა. მეგობრებო, აი ეს რაც აქ ხატია, ეს რაც აქ წერია, აი უფალმა ყველას მოგცეთ ეს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება და ეს გაოცებები და გაკვირვებები მეგობრებო. აი ესეთი ვარდივით ცხოვრება გქონოდეთ ყველა თქვენთაგანს. მე როგორ ვხალისობ თქვენთან ერთად. რაც ვარ ესეთი ვარ მეგობრებო, არაფერმა არ გამაბოროტა. ვერაფერმა ვერ მომერია, ვერაფერმა ვერ წამაქცია მეგობრებო. კი, ასეა. ადამიანის სიმწარე მარ უნდა გაგაბოროტოთ. სიღარიბე მარ უნდა გაგაბოროტოთ. არქონება მარ უნდა გაგაბოროტოთ. სხვისმა ბოროტებამ ადამიანები არ უნდა გააბოროტოს მეგობრებო. გარწმუნებთ.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჯოჯოხეთი გავიარე, მაგრამ აი ეს ვარ, რაც ვარ, მაინც ეს ვარ, მეგობრებო. თუმცა ბევრს არ ჯერავს, რომ როგორ ვარ ცოცხალი, ბევრს უკვირს, მაგრამ ვარ, რა ვქნა. ვერ მომკლეს, ვერ მომერიეს, ვერ წამაქციეს, ვერ გამანადგურეს, ვერ გამაქრეს ამ ცხოვრებიდან, მეგობრებო, ვერ გამაქრეს. ხო. თორემ ამის მსურველი ბევრი იყო, ეხლაც ბევრია, მეგობრებო, მაგრამ ვერ მერევიან. აბა რა თქმა უნდა. ყველაზე კარგი ლოცვა და წყევლა რა არის ადამიანის იცით? ჯერ ერთი ის რომ თქვენ მაინც კარგად იქნებით და გაღიმებული იქნებით, ეს არის მისი წყევლა, უკან დაბრუნება. ხო და მეორე ყველაზე კარგი ლოცვა ის არის, რაც მე მისურვე, ის დაგიბრუნოს უფალმა უკან უნდა უთხრათ ადამიანს. ხო, მეგობრებო, ყველაზე კარგი სიტყვა პასუხია ეს. ვინ რა გისურვათ, ის დაუბრუნეთ უკან, ლოცვით. აი ასე. ხელებიც აქვს და ფეხებიც აქვს, აბა. უხელო და უფეხო, აბა როგორ დაწერს? არა, არიან ადამიანები, რომლებსაც შურთ. ეხლა მე რა შესაშური ცხოვრება მაქვს, მაგრამ მაინც შურთ, მეგობრებო. არ გეგონოთ, რომ არ შურთ. ძალიან ბევრი მოშურნე ადამიანი მყავს ირგვლივ. შორიდან თუ ახლოდან, არ აქვს მნიშვნელობა. ინტერნეტით თუ სოციალური ქსელით, არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, ხო. მოკლედ, შემოკარგებო, კარგია თქვენთან ყოფნა. რა თქმა უნდა, ჩემთან არ გაუვა არავის ეს. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ერთად ყოფნა. ოღონდ გულით გეუბნებით. ძალიან მხალისოთ, აი ხო ხედავთ, რომ ძალიან მხალისოთ. როგორ პავაროტია? ახლა. ხო, ამიტომ მეგობრებო, იყავით ყოველი დღე ბედნიერი. აი თუნდაც საკუთარ თავთან. კი, ყოველი დილით იყავით ბედნიერი, ყოველ შუა დღეს იყავით ბედნიერი, ყოველ საღამოს იყავით ბედნიერი, იყავით საკუთარ თავთან ბედნიერები, მეგობრებო. იყავით. ხო, ყველაზე კარგია საკუთარ თავთან ბედნიერი ყოფნა. კი, ძალიან კარგი ჯგუფი გვაქვს, ეს არის ძალიან კარგი სივრცე ჩემთვის. ეს სივრცე, ეს ჩემი პლატფორმა, მე ძალიან მიყვარს მეგობრებო. მე აქ არ მივცემ უფლებას არავის, რომ თუნდაც ერთი ნეგატივი ერთი სიტყვით დატოვოს. მე არ მივცემ ამის უფლებას არავის. ხო, არ მივცემ ამის უფლებას არავის. კი, გადავედით მეორე კლასში, რა თქმა უნდა. ყველანი გადასულები ვართ მეორე კლასში. მშვიდობიანი ღამე ყველას, ბედნიერი დილის გათენება ყველას და ყოველი დღე ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო და უღრმესი მადლობა კიდევ თქვენ. ყველა თითოეულს უღრმესი მადლობა და გემშვიდობებით ხვალამდე. აბა დროებით. ამ ვიდეოს ავტვირთავ, ამ საღამოს თუ არა, ხვალ აუცილებლად ავტვირთავ ჩემო მეგობრებო. აბა დროებით, ხვალამდე. ხო. აბა დროებით. დღევანდელი დღე 10-იანი ქულა ყველას. 10-იანი ქულა ყველას, 10 ქულა ყველას, 10 ქულა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ხო. აბა ხვალამდე მეგობრებო, გაიხარეთ. მალე გათენდება. უგეჩქარება ანა მარია დაწექი და დაისვენე.
ეხლა დაისვენე, აი ამ კარგ ნოტებზე გადაბრუნდი და დაისვენე. ხო. დაისვენე, იმიტომ რომ არავის არ მიცე, ეხლა ეს კარგი განწყობაა ჩაგიშალოს. ხო, მართლა გეუბნებით მეგობრებო. აი ამ კარგი განწყობით დაიძინეთ. კი ბატონო. ხო.